ბათუმის საკრებულოში მოქმედი ფრაქციები მუნიციპალიტეტების აიპებსა და შპს-ების წარმომადგენლებს ხვდებიან შეხვედრებზე. ფრაქციები ორგანიზაციების განვითარების გეგმის კონცეფციას და სტრატეგიას, ასევე გაწეული საქმიანობის ანგარიშს ისმენენ. ამ წუთებში საკრებულოს წევრების წინაშე მოხსნებით შპს-ის სანდასუფთავების ხელმძღვანელი გამოდის. დეპუტატები უკვე გაეცნენ ბათუმის კულტურის ცენტრსა და ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელების ანგარიშის შენიშვნები ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ჯონი საბაშვილთან ღონისძიებების დაკონკრეტებასთან დაკავშირებით გამოითქვა. საკრებულოს წევრების ნაწილისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა ინფორმაცია ბათუმის სცენის შესახებ. არაერთი შენიშვნა გამოითქვა ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით. თავისუფალი დემოკრატების წევრი მიიჩნევს, რომ უწყების ბიუჯეტი არაა საკმარისი იმ გეგმებისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღესვე საკრებულოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს და ბათუმის წყალს მოусმენს. შეხვედრის ინიციატორი ფრაქცია ქართული ოცნებაა. ეს არის ისეთი შენიშვნა, რომელიც გამოსწორებადია და 2015 წელს ვგეგმავთ გამოსწორებას, იმიტომ რომ 2015 წლის გეგმა დღესდღეობით ჯერჯერობით ჩვენ არ დაგვიდია და არის გასაშიფრე თავიდან ბოლომდე. სცენის გამოცემის საკითხი არის მუშა პროცესში, სადაც აუდიტის დასკვნას მივყვებით და ნელ-ნელა თვითონ ნაბიჯით უახლოვდებით სცენას გამოცემას. ჩვენ ვითხოვთ უფრო მეტ კონკრეტიკას, იმიტომ რომ ყველა ღონისძიება უნდა იყოს წინასწარ გაწერილი. წლის დასაწყისში ჩვენ უნდა ვიცოდით, რომ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.